მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34 ხტომა გაიმართა იუსტიციის სამინისტროში. აქცენტი გაკეთა 2021-30 წლების მიგრაციის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც მიგრაციისა და განვითარების პრინციპებს ეფუძნება. ერთხმად დაამტკიცა სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიის წევრების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების მართვას. გეგმა ფოკუსირებულია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაზე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრანტთა რეინტეგრაციაზე. ხტომაზე დამტკიცდა 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც მრავალ მნიშვნელოვან სექტორულ მიმართულებას აერთიანებს. მიგრაციის სამთავრობო გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც წარმოადგენს სამთავრობო კომისიის სამდივნოს. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში და მუდმივ კონსულტაციებში და რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობების ჟამს მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აისახა უკვე მიმდინარე კანონმდებლობაში და რამდენიმე საკუთრივ მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმა დამკვიდრდება ჩვენთან. დღევანდელ ხტომას ზოგადად ამ კომისიის მუშაობას და ამ კომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წინააღმდეგობის შემუშავებას შემიძლია გითხრათ გადაუჭარბებლად ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ საკითხების დარეგულირებაში. და ვფიქრობ დღევანდელი ხტომაც საკმაოდ ნაყოფიერი იყო ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი სამუშაოა. მიგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ჰქონდა საშუალება ინფორმაცია მიგვეწოდებინა კომისიის წევრებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ჩვენ წარმოადგენთ ანგარიში იმ ცვლილებებისა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა. საკითხები შეეხებოდა როგორც საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.